მოიცა. ან ეს ჩემი დიდი ფანტაზია? ან ეს კარი აქამდე აქ არ ყოფილა? მასე რომ იმედი მოქვს რომ არ მეჩვენება და გიჟი არ ვარ. იმიტომ რომ დედაჩემს უკვე აქვს კითხვები ჩემს განვითარებასთან დაკავშირებით. შვებს უნდა ვკითხო. ხალხო, მოდით აქ სასწრაფოდ. არა, მოიცადე. მე ვიცი რას უნდა გავაკეთო. ხალხო, აქ უფასო პიცებს არ იგებენ. ვინმე მაგ პიცა ახსენა? თქვენ მხოლოდ საჭმელზე ფიქრობთ. აქ სიტუაცია უფრო სერიოზულია. უფრო სერიოზული ვიდრე შემშილის პრობლემა? ნახეთ ეს. რა არის ეს კარი? აქ აშკარად არ იყო. ანუ რეალურად რაღაცეები მელანდება და საავადმყოფოში მაწავიდე. ისე პრინციპში საავადმყოფოში მაინც ხარ წასასვლელი. მაგრამ მაგ კარი მართლაც არ იყო. ფაქტია. კითხვებისთვის დრო არ არის. მოდით გავაღოთ. ეს ყველაფერი ყველამ დაინახეთ? თითქოს ჩვენი სუპერძალაა, რომ ყველანაირი უბედურება მოვიზიდოთ. ეს ყველაფერი აუტანელია. ვინ არის? დაგიჭირეთ თქვენ პატარა დამნაშავეებო. რა გავაკეთეთ? თქვენ თავხედურად შემოიჭერით სხვა სამყაროში. თქვენ პატარებო. დრო თქვენ რაღაც სახუმარო რამე არ გეგონოთ. ეს ყველაფერი სახუმარო თქვენ არ გეგონოთ. თქვენ არა მხოლოდ ზოგადად კარგავთ უაზროთ დროს, არამედ სხვა სამყაროშიც მოხვედით დროის დასაკარგავად. მაგრამ მე აქედან არ გაგიშვებ. ვინ ხარ შენ? ვინ ვარ და? მე ვარ დარაჯი, რომელიც ზრუნავს რომ თქვენმა ინმა ადამიანებმა არ დაარღვიონ სამყაროების ჰარმონია და როცა უნდა თავისუფლად აქ არიარონ. მომისმინე კარგად. მე ასევე ვარ ის, ვინც გაიძულებთ რომ სასჯელი მოიხადოთ პარალელური სამყაროს ციხეში. ციხეში ვერ წავალ. ხვალ პაემანი მაქვს. ბატონო დარაჯო, ნუ გავაკეთებთ ამას. ახლა თვეში ერთხელ გექნება პაემანი. შენ შეყვარებულს მოუწევს რომ აქ რაღაცეები შემოგიგზავნოს ხოლმე. პური და წიგნები. მაქსიმუმ. რა უნდა გავაკეთო? დარაჯო, ჩვენ ეს ზარით არ გექნია. ეს მართალია. სიტუაცია შემდეგია. შემიძლია სასწრაფოდ გადაგიყვანოთ, რა თქმა უნდა, აქაურ ციხეში და ყველაფერი მორჩება. მაგრამ დღეს მე ცოტა ისეთ ხასიათზე ვარ, ცოტათი მხიარულზე. ამიტომ ჩვენ ჯერ კარგად გავერთობით ერთად. მოდით დამალობანა ვითამაშოთ და მე მოგძებნით. თუ გიპოვით, ციხეში წახვალთ და რომ ვერ გიპოვოთ, ეს შეუძლებელია. მე დამალობანას თამაშის პროფესიონალი ვარ. ბევრი თქვენნაირი დამიჭერია. ასე რომ მე აუცილებლად დაგიჭერთ აბსოლუტურად ყველას. ახლა მე 20-მდე დავითვლი. დროის ათვლა წავიდა. როგორ აუხსნა დედაჩემს რომ მაღაზიაში ლიმონათის საკიდლად წავედი და ციხეში მოვხვდი? ნუ ჩავარდები პანიკაში. თამაში ჯერ არ დასრულებულა. რა? გაიგონეთ რა თქვა? ის პროფესიონალია. ჩვენნაირებს იგი ყნოს ვით იჭერს ხოლმე. მე მეშინია. ჩვენ უბრალოდ შანსი არ გვაქვს. ნეკ თავაზობთ რომ დავიყოთ და გავზარდოთ ჩვენი შანსები. უფრო გაუჭირდება ჩვენი პოვნა თუ სხვადასხვა ადგილას ვიქნებით. კარგი. ჩვენ ისევ უნდა გავცალკევდეთ. კარგი. უარი არ უნდა მეთქვა, როცა დედამ მთხოვა დეი და ლუბას 5 წლის შვილთან დამალობანა მეთამაშა. ახლა გარკვეული გამოცდილება მექნებოდა. ჯანდაბა, ახლა საქმე ცუდად მაქვს. უნდა გავიყინო და არ ვიმოძრაო. ბუჩქები? როგორი ბანალურია. შეგეძლო რომ ხის უკან მაინც დამალულიყავი. არა, მე არ ვაპირებ დავნებდე ვიღაც ტიპს, რომელიც საათებით არის გატაცებული. შენ მაინც გარბი ხარ ჩემგან. გაიქეცი სანამ შეგიძლია. მალე მაინც ყველანი ციხეში აღმოჩნდებით. დრო ძალიან ცოტა დაგრჩათ. ის მოდის. დარაჯმა არ უნდა მიპოვოს. და თან უნდა დავიმახსოვრო თუ როგორ გავიდი აქედან უკან. დამალული ვარ. ასე რომ მე შემიძლია დრო გავიყვანო. კარგია რომ დესერტი წამოვიღე. შოკოლადი?
მე მგელი ვიტყნოს ვამაქვს. ჩემი ცხვირი ყველაფრის სუნს გზნობს. ცხადია მათ მიწიერ საკვებს სუნი ასდის. აქ ვიღაც არის. მე თქვენ აქედან ვერსად გამექცევით. ვერ მომატყუებთ სულელო დამრღვევებო. თქვენ ძალიან ცუდები ხართ დამალობანას თამაშში. დიახ. სად დავიმალო? ზუსტად, არის იდეა. ასე რომ ჩემი ტაქტიკა შენიღბოა, ისეთი ცუდი სუნი ასდის აქაურობას, რომ დარაჯი ვერ მიპოვის. მას ალბათ არც კი მოაფიქრდება, რომ მე შეიძლება სადმე ასეთ ადგილას დავმალულიყავი. კარგია, რომ ახლა არავინ არის გარშემო. ვინმეს რომ ეხუმრა, რომ ჩემი სუნი ადამიანს კლავს, ისინი მართლები იქნებოდნენ. ძნელია ნამდვილი საოცარი მამაკაცის სურნელის დაძლევა. ქარო, შენ ძლება მოსილი ხარ. დამეხმარე ვიპოვო ის, ვინც იმსახურებს ციხეში წასვლას. პარალელური სამყაროს ციხეში ტყვეობა ერთია, მაგრამ ასეთი გიჟის მიერ აკდევნა არის ის, რაც ნამდვილი საშინელებაა. ძალიან მეშინია. იმედია მან არის ის ამ ოთახის შესახებ. სად დავიმალო აქ? ყველაზე აშკარა ადგილას უნდა დავიმალო. იმდენად აშკარა ადგილას, რომ ვერავინ იფიქროს, რომ მე იქ ვარ დამალული. ეს მოულოდნელი იქნება. ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის. მიშველე. ძალიან გამიმართლა. იმდენად იღვლიანი ვარ, რომ კაზინოში უნდა მეთამაშა. უკვე მილიონებს მოვიგებდი და ბეტმენზე უფრო მაგარ მანქანას ვიყიდდი. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა სხვები უნდა ვიპოვო. მეგონა დამალვა კარგად მეხერხებოდა, მაგრამ ძალიან ვთებოდი. ეს საათიანი კაცი. ეს გიჟი დარაჯი შეპყრობილია თამაშით. ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ. თითქოს გარდაუვალია, რომ ჩვენ ამ თამაშს წავაგებთ. ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, ცოტა იმედი გჭირდება. მოიცადეთ ბავშვებო, იქ ტანია ზის. რა სიურპრიზია. ასე რომ სანამ მისი ქალიშვილი პარალელური სამყაროს პატიმრობის ზღვარზეა, მას არაფერი ადარდებს. ის მშვიდად ზის სკამზე და დაყინს ჭამს იქ. მოდით უფრო სწრაფად წავიდეთ მასთან. ტანია, რას აკეთებ აქ? დედა, ძალიან გვაინტერესებს ასაკეთებ. მე არ ვარ დედა. შემიძლია დაგეხმაროთ. შემიძლია რომ უკან დაგაბრუნოთ. კარგი. ის უცნაურად საუბრობს. მე არასდროს მინახავს ის ასეთი. ეს არ არის დედა. ეს მისი ასლია. ვერ მიხვდი რომ დიდ უბედურებაში ვართ? მომისმინეთ. იცოდეთ რომ პარალელური სამყარო რეალურისგან ძალიან განსხვავებულია. მხოლოდ სამივე დავალების შესრულებით შეძლებთ ტანჯვისგან თავის დაღწევას. რატომ ის სიტყვები ასეთი იდუმალი? არის გაუგებარი. რომ უნდა შევასრულოთ სამი დავალება, რომელიც დაგვეხმარება სახლში დაბრუნებაში. რა დავალებებია? მომისმინეთ, მოემზადეთ ტანჯვისთვის. თქვენ ახლა ბევრი დესერტის ჭამა მოგიწევთ. ეს მომწონს. დესერტები? ესენი კარგია. და რატომ უნდა იყოს ეს ტანჯველი? იქნებ დიდი ბედნიერების გამო? დაგავიწყდათ? ტანიამ მჭკონომ ამ სამყაროში ყველაფერი საპირისპიროა. ანუ გამოდის რომ აქ დესერტები რაღაც საზიზღრობა იქნება? ვაუ, ეს რა რა არის ეს? არის? რატომ უნდა ვჭამოთ ყოველთვის რაიმე საზიზღარი თავის გადასარჩენად? მოსაბეზრებელია. კარგი. მეორე ამოცანა ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ გადარჩენა იქნება. ბავშვებო, პრობლემები გვაქვს. ის მოდის. ჭამეთ ყველაფერი უფრო სწრაფად. იმისთვის რომ ბედმა სახლში მიგიყვანოთ, გაუკეთეთ ერთმანეთს რაიმე კარგი. ეს არის მეორე დავალება. რა არის მეორე დავალება? რაღაც კარგის ერთმანეთისთვის გაკეთება. ასე რომ თუ ყველაფერი პირიქითაა, რაღაც ცუდი უნდა გაუკეთოთ ერთმანეთს. ეს რა ლოგიკაა? რაღაც უნდა გავაკეთოთ. აბა თავის გადარჩენა არ გინდა? არასდროს მიფიქრია რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ დამარტყით ბავშვებო, მიდით. რა კარგია?
მოიცადეთ, შეგიძლიათ რომ მეც წყალი შემასხათ. მეც შემასხით. სიამოვნებით. მესროლეთ ბალახი, ტალახი, რაღაც უსიამოვნო. ნებისმიერი რამე სწრაფად. არასდროს მიფიქრია რომ მომას გავაკეთებდით. წავედით. მიიღეს. ფიქრობ ამან აუცილებლად იმუშავა. არჩენილია მხოლოდ ერთი დავალება და ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. როგორ გავიგოთ რა არის მესამე დავალება? ტანიას უნდა დაუბრუნდეთ. რა მოხდება თუ იქ დარაჯი იქნება? სხვა ვარიანტები არ გვაქვს. ჩვენ უნდა გავრისკოთ. მოდით წავიდეთ. ტანია ორივე დავალება შევასრულეთ. რა არის ბოლო? მომისმინეთ, სამივე დავალების შესასრულებლად ერთ-ერთი მათგანი სამუდამოდ აქ უნდა დარჩეს. მეგობრების სულების გადასარჩენად საკუთარი თავის გაწირვა მოგიწევთ. რა? ერთი ჩვენგანი უნდა დარჩეს აქ სამუდამოდ? სხვების გადასარჩენად? ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ან ოთხივე დავბრუნდებით სახლში, ან არავინ. ბავშვებო, ის მოდის. გაიქეცით! სამუდამოდ ვარ ჩარჩენილი ამ სამყაროში? კარგი რა, შემეძლო ახლა დივანზე ყოფილიყავი, ისა მეჭამა და ადამიანობებას მეყურებინა. ახლა კი ამ რაღაც სამყაროში ვარ. მე კიდე შემეძლო რომ შეყვარებულთან ერთად ყოფილიყავი და კაკაო დამელია. მაგრამ შეყვარებული არ გყავს. კარგი, შემეძლო რომ გამეჩინა და მასთან ერთად მესეირნა პარკში. ახლა კი ყველა ჩემი ოცნება სამწუხაროდ მკვდარია. ძალიან კარგი, ყველანი თქვენ უკვე აქ ხართ. საკუთარ თავს მე არ ვეცი პატივი რომ თქვენ დამალობანას თამაში შემოგთავაზეთ. ყველა თქვენგანს ციხეში წაგიყვანთ და გეცოდინებათ რომ მომავალში არ დაარღვიოთ სამყაროთა ჰარმონია. კარგი ბავშვებო, ჩვენ მაინც გადაწირულები ვართ, მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანის გადარჩენის რაიმე შანსი არსებობს, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იგი. რას ლაპარაკობ, ნიკოლ? მინდა შევასრულო მესამე დავალება და დავრჩი ამ სამყაროში. თქვენ ასე შეძლებთ წახვიდეთ. ეს ერთადერთი გზაა. საკუთარი თავის გაწირვა გინდა? ჩვენ გუნდი ვართ და სასჯელს ერთად გადავიტანთ. არა? ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე რომ არ მეპოვა ის დაწყევლილი კარი, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ასე თუ შეხედავ, ყველაფერი ჩვენი ბრალია. ყველანი ერთად მოვედით აქ. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. იქნებ ჯობია რომ მე გავწირო თავი? კარგი, მიდი. ისე იცი რა, მე უკვე გადავიფიქრე. მიდი შენ წადი. მამა, მე უკვე შენზე მითხრა რომ არასდროს არ უნდა დაგიჯერო არაფერი. დარაჯო, მე მზად ვარ გავწირო თავი, რომ სამუდამოდ დავრჩი ამ სამყაროში, რათა სხვები გადავარჩინო. ეს ჩემი არჩევანია. ბავშვებო, მოდით, შეხედეთ. ეს არის ის კარი, რომლითაც აქ მოვედით. გაიქეცით. ფიქრობ, ეს იმიტომ გამოჩნდა, რომ ნიკოლმა ბოლო მესამე დავალება შეასრულა. წავედით. ნიკოლ, იჩქარე, გაიქეცი. ჩვენ მას ასე ვერ დავტოვებთ. გინდოდა საკუთარი თავის გაწირვა ყველასთვის. შეგიძლია დაეხმარო მას. ესენი ჩემი მეგობრები არიან. ეს კოშმარია. კარგი, გეთანხმები. უბრალოდ ძალიან მეშინია. ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ. აიჭირეთ იგი. კარგი, ეს ჩემი გამარჯვება. წავიდეთ აქედან. მოდით წავიდეთ. ჩვენ გავაკეთეთ. იეს! მაგრამ ეს კოშმარი იყო. ეს საშინელებაა. ნახავ შავალში ჩავისვარე. კარგი ხო, ჩვენ უბრალოდ გაგფრენკეთ. რას ლაპარაკო? რაც შეეხება სხვა სამყაროს და დარაჯს? დარაჯი, ეს ჩვენი ნაცნობია, ჩვენი მეზობელია. ის ცოტათი უცნაურია, მაგრამ კარგად ითამაშა. მოკლავთ ყველას. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლეს ამსე ხართ. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. და ჩვენ გავიქეცით. კარგად.